მოგესალმებათ აგრომენი, პირველი აგრო პლატფორმა YouTube-ზე. დღეს განახებთ ყველაფერს თევზის მეურნეობის შესახებ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით გორში, საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს, სადაც ვეწვევით გორის თევზის სახლს, სადაც ერთ კომპლექსში განთავსებულია თევზის მეურნეობა, რესტორანი, მაღაზია და ასევე ახალი საწარმო, სადაც განახებთ თუ როგორ მზადდება ხიზილალა. ხო და ვისაც ხიზილალა გიყვართ, დაელოდეთ ამ ვიდეოს ბოლოს, გელოდებათ სიურპრიზი. მეგობრებო, ამ ყველაფერს აგრომენი აკეთებს თქვენთვის, ხოლო თქვენ რა უნდა გააკეთოთ? კი, მართალია და ვიდეოც დაალაიქეთ. მოკლედ დავიწყოთ. ზოგისთვის თევზაობა ჰობია. ზოგისთვის გადარჩენის საშუალება. ზოგისთვისაც მაკაცებთან ერთად შეკრების, ქეიფის და დალევის მიზეზი. თუმცა არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ თევზის წარმოება შეიძლება იყოს საქართველოს ერთ-ერთი დიდი ინდუსტრია. გორიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში, ცხინვალის გზაზე, უამრავი თევზის სანაშენე მეურნეობაა განთავსებული. აქ საუკეთესო წყალი და კლიმატური პირობა ასეთი ტიპის მეურნეობის მოსაწყობად. ასევე ძირითად ბაზართან სიახლოვე კიდევ უფრო აადვილებს ლოჯისტიკას და საწარმოო პროცესს. დღეს აგრომენის მიზანია განახოთ ყველაფერი თევზის მეურნეობის შესახებ, განვიხილოთ ტრადიციული და თანამედროვე მიდგომები, ტექნოლოგიები, თევზის კვება, ხიზილალის წარმოება და ასე შემდეგ. (2024) წლის საქსტატის გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში წლიურად ვაწარმოებთ 2500 ტონამდე ცოცხალ თევზს, საიდანაც 1200 ტონა ორაგულისებრთა კალმახია, 950 ტონამდე კობრის სახეობები, 300 ტონამდე ზუთხი და მცირე რაოდენობის ლოქო. თუ შევადარებთ 2020 წლის მონაცემებს, თევზის წარმოება გაზრდილია დაახლოებით 500 ტონით ბოლო 5 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ფასებს, სტატისტიკის მიხედვით 1 კილოგრამი კალმახის ღირებულება მეურნეობის კართან არის დაახლოებით 14 ლარი, კობრის 11 ლარი, ხოლო ზუთხის 26 ლარი. ბოლო 5 წლის განმავლობაში თევზის ფასი საშუალოდ გაზრდილია 35%-ით, რაც გამოწვეულია თვითღირებულების ზრდით. საქართველოში კალმახის ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება დაახლოებით 400 გრამს შეადგენს წელიწადში. თუ შევადარებთ ანალოგიურ მაჩვენებელს სხვა ქვეყნებზე, მონაცემები ასეთია: იტალია 2 კილოგრამი, საფრანგეთი კილოგრამი და 800, თურქეთი 4 კილოგრამი, ხოლო სომხეთი მოიხმარ 3 კილო ნახევარ კალმახს წელიწადში. ამ მონაცემებითაც ჩანს გაზრდის დიდი პოტენციალი. მეგობრებო, ვიდეო სტანდარტულზე გრძელი გამოვიდა, თუმცა იმდენად ყოვლის მომცველი საუბარი შედგა ფერმერთან, რომ გადავწყვიტე დამეტოვებინა. თუმცა ვიდეო დაყოფილია სათაურებად, ეგრეთ წოდებულ ჩეპტერებად და შეგიძლიათ იმ მონაკვეთზე გადახვიდეთ, რომელიც თქვენთვის უფრო საინტერესოა. მოკლედ, გამოიწერეთ არხი და ალაიქეთ ვიდეო და ჩაუჭერით. ნიკა, გამარჯობა, როგორ ახარ? დღეს ვიმყოფებით შენს მეურნეობაში, გორში. როგორი ტიპის მეურნეობაა ეს, ანუ სრულციკლიანია, ნახევარციკლიანი, აი მაგაზე რომ მოგვიყვე. ჩვენი მეურნეობა საკმაოდ მრავალფეროვანია, იმიტომ რომ გვაქვს სხვადასხვა პროექტები. ზოგი არის სრულ ციკლზე მომუშავე, ზოგი ნახევარ ციკლზე, სადაც წყლის სულაც შესაბამისია და თევზის ზრდაც. სრულციკლიანი, მოდი მაყურებელს აუხსნათ, რას ნიშნავს, ანუ როგორი ტიპის მეურნეობაა თევზსაშენი სრულციკლიანი. თევზის მეურნეობებში გვაქვს ძირითადად ორნაირი სახეობა. ერთი არის, როცა ტრადიციულად ხდება მეურნეობა, ანუ ტრადიციულ მეურნეობაში შედის წყალი მდინარიდან, ძირითადად მდინარიდან და სხვადასხვა წყლებიდან და გაედინება. ანუ მისი დატრიალება უკან არ ხდება. არსებობს RAS სისტემები, Recycling Aquaculture სისტემი. დანიელები არიან ამაში ერთ-ერთი მოწინავეები. RAS სისტემა მოიაზრებს წყლის უკან დაბრუნებას, დაბრუნებული წყლის მერე ფილტრაციას, ეს ხდება ბიოფილტრებით, დრამ ფილტრებით, სხვადასხვანაირი კომპრესორებით, ჟანგბადით გამდიდრება და ასეთ შემთხვევაში, როგორც ბიზნეს მოდელი, ბევრად მომგებიანია, ვინაიდან კუბურ მეტრ წყალში ზის 5 ჯერ
5ჯერ და 6ჯერ, შეიძლება 10ჯერ მეტიც, ვიდრე ტრადიციულ მეურნეობაში შეიძლება იჯდეს თევზი რა. მე როგორც მესმის, ანუ სრულ ციკლიანს აღვიქვავ ესე, რომ შენ იწყებ ქვირითით, გამოყავს ლიფსიტა და შენ თვითონვე ასრულებ ამ პროცესს. არის კიდე ისეთი თევზსაშენი მეურნეობები, რომელიც პირდაპირ ლიფსიტას ყიდულობენ, გამოყვებავენ, მიიყვანენ სარეალიზაციო კონდიციამდე და მერე იწყებენ გაყიდვას. ეს უკვე დამოკიდებული ბიზნეს მოდელზე, ასე ვთქვათ, ერთგვარი ტრეიდინგი და ვაჭრობის შემთხვევაა, როცა პატარა სყიდულობ და ზრდი, ჩვენ შემთხვევაში ორივენაირად ვართ, იმიტომ რომ მაგალითად, ზუთხის კვერცხუჯრედს, ასე ვთქვათ, კვერცხს ვიღებ, სანამ არსებობს ზუთხი, სანამ გამოვიყვანთ ხიზილალისთვის და არსებობს კვერცხისთვის გამრავლებისთვის. უკვე 2 წელია დავიწყეთ ჩვენ გამრავლებისთვის ჩვენი კვერცხუჯრედის მიღება და შემდეგ ჩვენ თვითონ კვერცხობიდანვე გადავყავს ლიფსიტობაში და თევზად ვყიდით, მაგრამ არსებობს მაგალითად ის შემთხვევებიც, როცა შეიძლება ვერ ასწრებ კონკრეტულ გაზრდას რაღაც ციკლში, ამიტომ გიწევს სხვა მეურნეობიდან შეძენა, მაგრამ რა თქმა უნდა შეძენამდე უნდა გაიტესოს იმ მეურნეობაში წყლის კონდიციები, დასაკვებით იკვებებოდა ლიფსიტაც, საიდან არის რა კვერცხუჯრედიდან არის მიღებული და ასე შემდეგ. ძირითადად ჩვენ სრულ ციკლიანზე მუშაობთ. ანუ იწყებ შენ ქვირითიდან ლიფსიტა და სპეციალური საინკუბაციო სივრცეები გვაქვს, სადაც რაღაც ქვირითობიდან ვიწყებთ, ჩვენით ვიღებთ. გარდა ამისა, ჩვენთან კვერცხი, ასე ვთქვათ, ორაგულის კვერცხი და გარდა ამისა, ზუთხის კვერცხი შემოდის გერმანიიდან. და რა უპირატესობა აქვს აი გერმანიიდან შემოტანილ ამ კვერცხს? ზოგადად საქართველოში, როგორც ასეთი, ძალიან სამწუხაროა, რომ თევზის და ზოგადად აკვაკულტურა არის საკმაოდ მოიკოჭლებს დაბალ დონეზე პირდაპირ თქვა და ვიყოთ უხეშები, იმიტომ რომ მაგრამ განვითარების დიდი პოტენციალი არის უდიდეს, ძალიან დიდი, იმიტომ რომ საქართველოში წყლები, 26000 მდინარე გვაქვს მარტო და ეს ბევრ ევროპულ ქვეყანას არ აქვს. საქართველოში საკმაოდ ჭირს სპეციალისტების პოვნა, რომელიც დაგეხმარება ინკუბაციის პერიოდში თევზის სწორად გამოყვანაში. სწორედ ამიტომ ხშირად გვიწევს, რომ ხანდახან ჩავიდეთ, ხანდახან პირდაპირ მოხდეს, წამოვიღოთ ის რამდენიმე კილოგრამი, რომლისგანაც მე უკვე წარმოიშვება დიდი სადედე გუნდი და გატესტავ და ასე გატესტავ რა თქმა უნდა და ასე შემდეგ. კი. ძალიან ბევრი საკალმახე რო დავარქვათ, ეხლა საკალმახის ვეძახით ხოლმე, მაგრამ სხვადასხვა ჯიშის თევზი შეიძლება ყავდეს იმ მეურნეობას. ანუ ძირითადად ყიდულობენ ლიფსიტას დიდი მეურნეობიდან 6-7 თვის განმავლობაში გამოყვებავენ და მერე უკვე ახდენენ რეალიზაციას. მერე ზამთრის პერიოდში იკეტება, ესე რომ ვთქვათ, მერე ისევ გაზაფხულზე აგრძელებენ რა. დღეს უკვე 2025 წელს საკმაოდ მოიკოჭლებს და ძველი ტრადიციული და ძველი ტექნოლოგიაა და ამიტომ უჭირთ კონკურენციის გაწევა დიდ მეურნეობებთან. ნუ აი ჩვენ შემთხვევაში მაგალითად სადაც რასტი და სემირას სისტემები გამოიყენება, უკვე ტრადიციულ მეურნეობებს უჭირთ კონკურენციის გაწევა და რაც ახსენე მაგალითად ზამთარში დაკეტვები და მერე გაგრძელება. უმეტესობა ნახევარ ციკლზეა, ჩვენაირი დიდი მეურნეობიდან თქვა შეიძლება შეიძინოს ლიფსიტი, წაიყვანოს, მერე გამოზარდოს. რაღაც იქიდან რა თქმა უნდა ნაწილი ხიზილალად გაყიდოს, ნაწილი ხორცად გაყიდოს და მერე ხო შეიძლება დაეხოცოს და ის ძალიან ბევრი დაეხოცოს რა. იმიტომ რომ სამწუხაროდ როგორც უკვე აღნიშნე, იქტიოლოგია რაც არის ეს აკვაკულტურაში. ბოდიში იქტიოლოგია განმარტებას აი აქ ამოვანათებთ რა. იქტიოლოგია საქართველოში არ მიწყენენ რა თქმა უნდა სპეციალისტები არსებობენ, მაგრამ ძალიან მწირია ძალიან და განათლების დონეც არის, აი ალბათ ცუდი რა და ეხლა ბევრს ვლაპარაკობთ ამ ამბავზე, მაგრამ რაც რეალობა უნდა აღმოიფროს და ნელა განვითარდეს. ბოდიში, ანუ იცი რა უნდა ვახსენოთ, რომ ჩვენ ახლა სადაც ვიყავით და ვიდეო შემოგთავაზეთ, ყველა ფერმერი ასახელებს იმ პრობლემას, რომ არის განათლება, ცოდნის და გამოცდილების პრობლემა, რაც აძნელებს ამ საქმის სწრაფად განვითარებას. იმიტომ რომ შენ მაგალითად აქ რო ვერ შოულობ სპეციალისტს, ხო? ეხლა სპეციალისტების მეტი რა არის? ვიღაცა გეტყვის, რომ მე ვარ იქტიოლოგი, მე მაქვს ამდენი გამოცდილება, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების, მეთოდების, თქვათ, ახალი ცოდნის მიღების კუთხით, ხო? პრობლემა აქვს ამ სპეციალისტებს და შენ გიწევს, რომ წახვიდე უცხოეთში, მოიძიო სპეციალისტი, ჩამოიყვანო ფული, დრო და ხარჯო და ის შენი განვითარებაც, ამიტომ შეიძლება შენელებული იყოს რა. აი ჩვენს მაგალითზეც ამ წუთას არაქართველი სპეციალისტები, ერთი თურქეთიდან, ერთი ყოზდანიიდან, ერთ-ერთი არის ამერიკაში, ბუფალო შტატში არის პროფესორი. დაახლოებით 4-5 ადამიანი ყავს, რომელიც სტაბილურად ჩვენთან არის დასაქმებული რა. ნუ ერთ-ერთი არის სპეციალიზირებული რაღაც სისარტყელა ორაგულისებრთა კალმახზე, ხო, მეორე არის ზუთხზე სპეციალიზებული და მესამე არის კიდე ანუ იქტიოლოგია ცალკეა, ვეტერინარია თევზის კიდე ცალკე ხდება. ნუ ერთგვარად მე მენეჯმენტი ამის სულ სხვა თემაა და ამიტომ გვიწევს, რომ წელიწადში დაახლოებით 15-20 უწევთ მათ, რომ ჩამოვიდნენ ჩვენთან. თვეში ორჯერ თუ საჭიროება გვიხდა და თუ შემთხვევებში არის ხოლმე რა თქმა უნდა, რომ რაღაც პრობლემა შეიძლება შეიქმნას საკალმახეში და რასაც ვეძახით გადაუდებელ ამბავს, უნდა ჩამოფრინდეს, ამოვიდეს, რა თქმა უნდა ამის ხარჯებს ვიღებთ ჩვენ ყველაფერს და ეს ნუ ძალიან რთულია ჩვენთვის. აძვირებს და ართულებს პროცესს. წარმოებაც ვიღდება. რა უნდა კითხო? ამ პრობლემის გადასაჭრელად აი რას აკეთებთ, ხო? იგივე შენც რო იღებ ცოდნას, ჩვენ ვისაუბრეთ მანამდეც და ამ ყველაფერს სწავლობ, ხო? და საბოლოო ჯამში უნდა გააგრძელო ეს ყველაფერი და. ანუ სპეციალისტების გაზრდა
ზრდაზე სხვა კუთხით თუ ზრუნავთ, ან თუ არსებობს რაიმე სასწავლებელი მაგალითად, ან თუნდაც სემინარი, ან რაღაც ვორქშოპები, რომელზეც შეიძლება ადამიანი მივიდეს, დაესწროს და ეს ახალი ცოდნა გამოცდილება, აი მაგ კუთხით რა აქტიობა გაქვს? თუ პირადად ჩვენი მხრივ ვცდილობთ, რომ ჩვენ განვითარდეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობაში აგროკრედიტები ასჩენ არსებობს, მაგრამ გჭირდება უკეთესი ლაბორატორიები, გჭირდება უკეთესი თქვა სემინარები, ხდება ხოლმე რაღაც სწავლებები, მაგრამ ეს არ არის იმ დონის, რომ წარმოებაში რაღაც ცვლილება შეიტანოს და პირადად მეც მაგალითად აზერბაიჯანშიც ყოფილი ვარ რაღაც პრაქტიკებზე, ვორქშოპებზე. აზერბაიჯანი ცნობილი ის არის ზუთხის სამყარო. მექა არის, შავი ხეზილალის და ზუთხის. ევროპაშიც მათ შორის გერმანიაში ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც ორკვირიან მოგზაურობებზე მივდივართ და ვცდილობთ რომ რაღაც ვორქშოპებით ავითვისოთ ის, რასაც მე ჩვენ გამოვიყენებთ. გარდა ამისა, ჩვენთან დასაქმებულებსაც ამ წუთას ძირითად შტატში 100 ადამიანი ყავს დასაქმებული და ამას გარდა ხო მშენებლობებზე და დროებით ღიურ დამხმარეებზე 150-ზე წავდივართ და ამიტომ ვცდილობთ რომ ჩვენი დასაქმებულების და სპეციალისტების ტრენინგებზე გავგზავნოთ და მათ დაგვიბრუნდებიან ბევრად ისეთი განათლებულები და აღჭურვილები იმ ცოდნით, რაც დაგვეხმარება მეურნეობის გაზეთში. შენ რამდენი წელია რაც ჩაერთი ამ ბიზნესში? მე ხარ 20 წლის. 20 წლის? მე ვარ 20 წლის. მეგობრებო, მაგალითი უნდა ავიღოთ. უკვე 6-7 წელია ბავშვობიდან ისე იყო რომ აი რაღაც მამაჩემი თუ რაღაც შეხვედრაზე და ჩვენი ეს ოჯახური ბიზნესია ესე. ჩვენ ლიდერშიპი თუ სადღაც იჯდა, ყოველთვის იქ ვიყავი და რაღაც განსაკუთრებით უცხოელ მეგობრებთან შეხვედრებზე, ასე შემდეგ და უბრალოდ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება მაქვს დავითრავა ხე მამამ. და მამა შენმა რომელ წელს დაიწყო ეს საქმიანობა და ანუ რატო დაიწყო ზოგადად? აი საიდან მოდის? ანუ პირველი იყო მამა შენი თუ კიდე ბაბუა შენიც იყო ამ თემაში? ნუ ესე იგი მამაჩემის და ბიძაჩემის სამოწყება იყო 2003 წელს დაიწყეს. 2003 წელს. იმ პერიოდისთვის საქართველოში იყო რამდენიმე ტრადიციული მეურნეობა, მაგრამ ნუ ისეთი დონის არ არის რომ რაღაც დიდი კონკურენცია ასე შემდეგ. 2003 წელს აქ რასაც ხედავთ, არსად არაფერი არ იყო. ერთი ტბორიც კი არ ყოფილა ნამოთხრილი აუზი. ყველაფერი სუფთა მიწიდან დაიწყო და დღემდე მოვედით ისე რომ დიდი მასშტაბები გვაქვს უკვე ამას თამამად ვიტყვი. ვინაიდან 2010 წელს სუთხის წარმოებაც ავითვისეთ მეურნეობა, იქამდე დაიწყო ცისარტყელა ორაგულისებრთა კალმახით დავიწყეთ. მერე ზუთხის წარმოება, მერე გადავით ხიზილალის, წითელი ხიზილალის წარმოებაზე, ორაგულის ხიზილალის და დღეს უკვე ჩვენ რამდენიმე წელია ვაწარმოებთ შავ ხიზილალასაც. მაგას განახებთ მეგობრებო. ნახავთ კიდე როგორ და რანაირად ხდება ეგ ამბავი. ნიკა, ამ ეტაპზე ან მეურნეობაში რა ჯიშის თევზი ყავთ? კი, ამ ეტაპზე ჩვენ მეურნეობაში შევხვდებით ზუთხს. ზუთხი ყავს. ზუთხი, ცისარტყელა ორაგულისებრთა კალმახი, რასაც ორაგულს ეძახით. რაც მასიურად იწარმოება საქართველოში. ყველაზე დიდი წარმოება ამ ჯიშის არის საქართველოში და კობრი. ეს სამი არის ამ წუთას ჩვენი ძირითადი სპეციალიზაცია. და ყველაზე დიდ რაოდენობას რომელს აწარმოებთ? ნუ ორაგულისებრთა კალმახი ყველაზე დიდი კი აი მთლიანად რომ ავიღოთ თქვენი მეურნეობა, აი რამდენი ტონას აწარმოებთ წლიური დაახლოებით მოცულობა? ყველა თევზი ერთად წლიური არის დაახლოებით ამ ეტაპზე 220 ტონა რა. 220 ტონა. 220-230 ტონა. უკვე ახალი პროექტი დაწყებულია ჩვენს მეორე მეურნეობაში, ანუ ამის გარდა კიდევ გვაქვს რამდენი მეურნეობა და იქ უკვე იწარმოება 140 ტონა ზუთხი, რაც იქნება რა სისტემა იქნება, უკვე დავიწყეთ ლატვიელ მეგობრებთან ერთად მუშაობთ და აქ იქნება ახლოს. ამ ტერიტორია კი აქვია დაახლოებით 19 კილომეტრში და ანუ გორში იქნება. კი, გორთან ახლოს და ის მეურნეობა უკვე იქნება ერთგვარი საქართველოში ამ ტიპის რას საზუთხი არ არსებობს, რა სისტემის საზუთხი და პირველი იქნება. ეხლა ვართ უკვე მუშაობის ეტაპზე, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, შვედეთიდან არის გამოწერილი სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიები და ფილტრები. კვერცხი ძირითადი ნაწილი შემოდის გერმანიიდან. მერე ჩვენთან ხდება ამ კვერცხის განაყოფიერება, ლიფსიტობა. ეგ როგორი პროცესია, ანუ თქვათ ეს ლიფსიტა შემოვიტანე, განაყოფიერება როგორ ხდება? რეალურად ლიფსიტა არ შეmoდის, ხო, ეგ არის ყველაზე მაგარი ამბავი, ეს არის კვერცხი, მერე ჩვენ გვაქვს სპეციალური სალიფსიტე, სალიფსიტეს რასაც ვეძახით, ხდება კვერცხის უკვე ლიფსიტაში გადაზდა ჰეჩინგი რა. რაღაც ხო უნდა მივცეთ? არა, ეს არის ყველაფერი ტემპერატურაზე დამოკიდებული და განაყოფიერება არ ჭირდება? არაფერი. პირდაპირ ჩეკება? პირდაპირ კი, ანუ კვერცხუჯრედი, რომელიც ჩამოდის, როდესაც უკვე შემოდის იქიდან კვერცხი, ის უკვე დამუშავებულია მაგხრი გერმანიაში. განაყოფიერებულია? განაყოფიერება ადგილზე ხდება რა, ეგ არის თელი მუღამი, მაგრამ უკვე 2 წელია ჩვენ დავიწყეთ შავი ხიზილალის მიღება და შავი ხიზილალის გარდა უკვე გასამრავლებლადაც ვიყენებთ ჩვენ ზუთხებს, სადედე ჯგუფი ყავს, რომელიც თითო 20-25 კილოგრამს იწონის. ლიფსიტის გამოყვანის პროცესში. აი რა უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ჯამთელი თევზი, სწორი ზრდით და გემრიელი. პირველ რიგში ზოგადად გადარჩეს ეს ლიფსიტი, არის ჰიგიენა ჩვენს სალიფსიტეში. ჰიგიენა უნდა იყოს უმაღლეს დონეზე, ვინაიდან დღეს საქართველოში ხვდებით მეურნეობებს, სალიფსიტე არეალები და სივრცეები არის საკმაოდ დაბინძურებული. ვინაიდან ეს ტრადიციასავით მოგდებს, რომ არ თითქოს არ ჭირდება და რეალურად სალიფსიტეში ჩვენთან არავინ შედის გარდა ჩვენი ტექნოლოგისა. ყველა ჰიგიენურ ნორმის დაცვით შევდივართ, ვინაიდან ეს არის ყველაზე ფაქისი პროცესი თევზის
გამოყვანის და როგორც ჩვილი ბავშვია რა, რომ ოჯახში რომ დაიბადება ჩვილი ბავშვი, ყველა ერიდება, რომ იქ რაღაცა ჭუჭყიანი ფეხით შევიდეს, გაციებული არ უნდა იყოს, ნიღბით უნდა იყოს, რომ თქვათ ეს არის ყველაზე მოწყვლადი, ანუ ადვილად დაზიანებადი, ხო, ის ჩვილი ბავშვიც და ანალოგიურად ის ლიფსიტაც რა, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა ჯამთელად და ჯანსაღ გარემოში გაზარდო. შემდეგი ეტაპი რაც ჰიგიენის გარდა, ჰიგიენა საწყისია ყველგან მეურნეობაში და შემდეგი ეტაპი რაც ეს არის სწორი ტექნოლოგია, რაც საქართველოში ქართველი ექსპერტი ამაზე სამწუხაროდ რომ კიდე ბევრჯერ ვიტყვით რომ არ არის ბევრი, შეიძლება იყოს მე ბოდიში მასთან თუ ვინმე არსებობს ასეთი რომ სწორი ტექნოლოგიით გამოყავდეს, სწორედ ამიტომ ამ ეტაპზეც გვიწევს სხვადასხვა ადამიანების და ტექნოლოგიების ჩამოყვანა ძირითადად ევროპიდან და შუა აზიიდან, სადაც ასევე საკმაოდ მაღალი დონეა ზუთხის და ორაგულის წარმოების. მეტი გამოცდილება აქვს და უკვე მათი დახმარებით ჩვენი ტექნოლოგიები სწავლობენ როგორ უნდა მიუძგნენ ერთ კონკრეტულ სადედე სათევზე ჯგუფს და ამის შემდეგ იწყება ის პროცესი რაც არის ლიფსიტის გამოზრდა, რაღაც პერიოდის შემდეგ მისი გარეთ გადმოყვანა, რაც ასევე მეტად საფრთხილოა, იმიტომ რომ სრულიად განსხვავებულია სალიფსიტეში და გარემეურნეობაში ტემპერატურა, სხვადასხვა საცხოვრე პირობები და ასე შემდეგ რა. სწორედ ამიტომ ამზადებთ მას რაღაცა პერიოდი უჭმელი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისტრესება. რა პერიოდის განმავლობაში ხდება, ანუ ლიფსიტის სალიფსიტეში გაჩერება და მე უკვე ღია აუზში როდის გადმოყავთ? ღია აუზში გადმოყავს, გააჩნია რა თქმა უნდა ჯიშს და გააჩნია კონკრეტულად იმ ლიფსიტის მდგომარეობას, იმიტომ რომ ზოგი არის შედარებით სუსტი შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტული ჯგუფი, ზოგი შეიძლება უფრო მოძლიერებული იყოს. ამიტომ დაახლოებით 100 გრამიდანაც 50-100 გრამიდან შეიძლება ზოგი 200 გრამისაც იყოს, რაც უკვე გადმოდის გარეთ. განსაკუთრებით ლიფსიტებში ფაქიზად ვეპყრობით პატარა ზომის თევზს. ანუ ესე იგი, ქვირითი, რომელიც არის განაყოფიერებული, ხდება ამ ქვირითიდან ლიფსიტის გამოჩეკვა, შემდეგ ლიფსიტები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოიზრდება სალიფსიტეში, სადაც ხდება სელექცია, როგორც მითხარი, დიდები მიდის სხვა სექციაში, ესე რომ ვთქვათ, ან აუზში, სალიფსიტეში ასევე, პატარები, რომელთაც ზრდა აქვს შეფერხებული, ხდება იმათი სხვა სექციაში განთავსება და ალბათ კვებაც შესაბამისია, რომ დაეწიოს უკვე ვინც იყო ჩაღა და გაიზარდა მალე რა. ამ ყველაფრის შემდეგ 50 გრამს როცა მიაღწევს ლიფსიტა, დაახლოებით გააჩნია ჯიშსაც, ყველა სახეობას, ხო, ყველაფერს, გადადის უკვე ღია აუზში, სადაც ასევე ზრდის პროცესში ხდება იგივე სელექცია, განშორება, თქვა დიდების, პატარების და შესაბამისი კვების რეჟიმი. 1 კვადრატულ მეტრში, თქვა აუზი რო ავიღოთ, ან კუბურ მეტრში წყალში, რამდენი თევზის გამოზრდა შესაძლებელი უკვე იმ კონდიციაში მიყვანილის, როცა სარეალიზაციოდ გადის, რაც არის 200 გრამი, ხო? ნუ ჩვენ შემთხვევაში სტანდარტულად უფრო დიდებზე მუშაობ. ტრადიციულ მეურნეობაში მაქსიმუმ შესაძლებელია ჩაისვას 15 კილოგრამი 1 კუბურ მეტრში. ანუ 1 კუბურ მეტრში შეიძლება 15 კილოგრამი თევზის გამოზრდა. პლუს მინუს 1-2 კილო უკვე დამოკიდებულია ტერიტორიაზე, იმ ჟანგბადზე როგორ შემიეწოდება ასე შემდეგ, მაგრამ 15-ზე მეტი თითქმის შეუძლებელი. რაც შეეხება უკვე აი ჩვენ დანიურ პროექტსაც, სადაც რას სისტემაა, სემირას სისტემაა ჩვენ შემთხვევაში, ასეთ პროექტებში შესაძლებელია ჩაჯდეს 45-50. უფრო უკეთეს შემთხვევაში თუ მივაწვით ხევად ჟანგბად 60-70 კილოგრამით ჩვეულებრივად დება ასეთ მეურნეობებში, რაც რა თქმა უნდა თევზის და საერთოდ არაფერ ხებს. შესაბამისია წყლის ფილტრები, იმიტომ რომ წყლის დაბრუნება ხდება და ის შესაბამისად უნდა გაიფილტროს ბიო და დრამ ფილტრები. სწორედ ამიტომ არის რომ დღეს ვხედავთ საქართველოშიც ბევრი მეურნეობა ტრადიციულიდან უკვე გადადის ევროპულ რას სისტემებზე. გვაქვს ჩვენ რამდენიმე მაგალითი ჩვენს გარდა სხვაგან, სადაც ჩვენი მეგობრებიც იწყებენ ამის კეთებას, განვითარდება ჩვენი აკვაკულტურა ძალიან. როცა ვამბობთ რომ ჩვენ ტრადიციულიდან გადავდივართ ევროპულზე, ხო? ეხლა ვიღაცისთვის ეგ შეიძლება აი ტრადიციული მაგარია, ორგანულია, ეხლა გემო დაკარგა თევზმა, ანუ ეხლა მე გეტყვით ერთ რაღაცას, რომ რეალურად ეგ არის, თქვათ, აი ადამიანი ცხოვრობდა გამოქვაბულში, ხო? და მე სახლი ავიშენეთ, რაღაცა რესტორნებში დავდივართ, მოწესრიგდა ეს სისტემა, სისტემატიზაცია მოხდა. ანალოგიურად ხდება აქაც, ხო? თევზი როცა იზრდებოდა, თქვათ, ზღვაში, მდინარეში, ტბაში, როცა ადამიანმა დაიწყო ამისი კომერციული წარმოება, საჭირო გახდა კონტროლირებადი გარემოს შექმნა. სადაც შენ შეგიძლია არეგულირებო დაავადება, წყლის სისუფთავე, რომ ის ჯამთელი იყოს, თორე თქვა, ორგანული თევზი 1000 თევზიდან შეიძლება 9 იყოს დახოცილი ბუნებრივ გარემოში რა. უბრალოდ ამას შენ ვერ ამჩნევ. როცა აუზში შეიძლება დაგეხოცოს, იქ აღრიცხავ, ხო? იქ ბევრი დაავადებაც არის და ასე შემდეგ. ანუ როცა ვაკეთებთ ამის შედარებას, კონტროლირებადი მეურნეობა, ესე რომ წარმოვიდგინოთ და არა კონტროლირებადი მეურნეობა, სადაც ესე ტბორში ყავთ გაშვებული, ან თქვათ რაღაცა, არა ვერ აკონტროლებელ ყველა პარამეტრს და დღევანდელ სოფლის მეურნეობაში წინა ვიდეოებშიც, სადაც ვიყავთ მესაქონლეობის ფერმაში, ბექამაც ახსენა, რომ
ყველაფერი უნდა დავითვალოთ, ყველაფერი უნდა აღვრიცხოთ, რომ მივიღოთ მე შესაბამისი გადაწყვეტილებები, რა ძალიან მნიშვნელოვანია, რა დამეთანხმები. ნამდვილად რა, ეხლა ჩვენ ორივეზე გვაქვს გამოცდილება, ტრადიციული მეურნეობას გვაქვს, როგორც გითხარით, რომელიც მალე ნელა გადაკეთდება და სრულად გახდება ის ევროპული სტანდარტებით სპეციალიზებული რა სისტემები და გვაქვს ამ წუთასაც რამდენიმე რა სისტემა და ბევრად მარტივად ხდება კონტროლი, როგორც თქვი, ხარისხის კონტროლი. ჩვენ გვაქვს ესეთი, ну რაღაც Oxyguard არის ესეთი დანიური კომპანია, რომელიც აუზებში მონიტორინგისთვის აინსტალირებს სპეციალურ მოწყობილობებს და ტელეფონში ჩვეულებრივად ერთგვარ დისპლეიზე გამოდის აპლიკაციაში ტემპერატურა გამოდის, წყლის გამოდის, როგორია მიწოდება, წყლის flow, რამდენად სწრაფად იცვლება წყალი, როგორია ჟანგბადი წყალში. რაღაც კრიტიკულ შემთხვევაში მოდის საგანგაშო მესიჯი და ანუ ბევრად მარტივად კონტროლირებადია რა, როგორ აითვისა საკვები თევზმა და როგორ ხდება თევზის ზრდა. ყველაფრის ამის მონიტორინგს რა თქმა უნდა ამის გარეშე ალბათ ვერც გაზრდი მეურნეობა, ხო? შეუძლებელია. თვითღირებულების ძირითადი ნაწილი არის საკვები. ანუ თქვენ როგორ ამენეჯმენტებთ, როგორ მართავთ ამ კვების თემას, რით კვებავთ და საიდან შემოდის თქვენი საკვები? სრულად ჩვენი საკვები არის Oltech Copensis, კომპანია არის წარმოშობით ჰოლანდიური, საკმაოდ დიდი კომპანია, ევროპაში სხვა წამყვან ბრენდებთან ერთად ერთ-ერთი პირველია და საკმაოდ სერიოზული ხარისხის დონე არის დაცული. ხდება ლაბორატორიული შემოწმებები რეალიზაციაში ჩაშვებამდე საკვების და ყველანაირი ნორმა დაცულია. ყოველ წელიწადს სტუმრობ ქარხანას, სადაც კიდევ ერთხელ რაღაც სიახლეებს გვაცნობენ და ასე შემდეგ. ვართ აღნიშნული ბრენდის ამბასადორები საქართველოში, ექსკლუზიური შემოტანები. შემოტანისას რა თქმა უნდა დოკუმენტებით და ნუ ქართული მხარეც თავის მხრივ ამოწმებს და ამის შემდეგ უკვე ხდება ჩვენს მეურნეობაში მისი გამოყენება. ანუ მთავარია რომ თევზმა მიიღოს სწორი კვება, ის მიკროელემენტები რაც საჭიროა სწორად ზრდაში, აი კიდევ დამატებით რით შეიძლება გამოიკვებოს ამ საკვების გარდა თუ რამეს იყენებ. ჩვენ მეურნეობაში საკვების გარდა არაფრის გამოყენება არ ხდება, მაგრამ არის მეურნეობები, სადაც ეგრეთ წოდებულ ხამსას და მსგავს რაღაც ხამსას რა საჭმელია? ხამსას აჭმევენ. ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ ჯერ როგორც ბიზნეს მოდელში არ ღირს მსგავსი რაღაც გაკეთება და მეორე ბევრად რთულია ხარისხის დაცვა მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ არ იცი ზუსტად ის რა წარმომავლობის არის, რა საჭმევ როგორ და საერთოდ ნუ ეს უკვე ალბათ 10-15 წელია, რაც საერთოდ ეს პრაქტიკიდან ამოგდებულიც უნდა იყოს. შესაბამისად ყველა ფერმა აჭმევს სპეციალიზირებულ საკვებს. ნუ ჩვენ შემთხვევაში ეს არის Copensis, არის სხვადასხვა ნუ რაღაც თურქულებიც არის საქართველოს, თურქეთიდან რაც შემოდის, ბიომარი, რაღაც ალერი არის და ასე შემდეგ. ნუ ჩვენ შემთხვევაში არის ჰოლანდიიდან შემოდის, ჰოლანდიური საკვებია და ყველა ის მიკროელემენტი რაც თევზს ჭირდება სწორი ზრდისთვის და ჯანსაღიზრდისთვის ამ საკვებში შედის რა და ხშირად არის ხოლმე ეს რაღაც ერთგვარი სტიგმა, რომ რაღაც კომბინირებული საკვები ერთგვარად რაღაც არ არის ჯანსაღი რაღაც. ეგ აუხსნა, აი კომბინირებულს რო ვახსენებთ, მოდი ესე ვთქვათ რა, ჩვენ რო სალატს მივირთმევთ, ხო? იქ შედის პომიდორი, სალათის ფოთოლი, ქათმის ხორცი, რაღაც соуსი, მარილი, პილპილი და ასე შემდეგ. აი ეგ არის კომბინირებული საკვები ჩვენ რასაც ჭამთ. თუ ახსნა გვინდა რომ გავაკეთოთ სწორი. თევზს რაც ჭირდება ის მიკროელემენტები, ხო? ანალოგიურად არის იმ ერთ საკვებში ერთზი არის მომზადებული თევზისთვის ამ შემთხვევაში, ხო? როგორც ჩვენ ადამიანები მივირთმევთ რაღაც სალატს, ანალოგიურად იმ საკვებს მივირთმევს თევზიც. ნიკა, აი გემოს რა განაპირობებს თევზში? აი ხა, თქვა ჩვენ კი დავიჭერთ აქ თევზს აუცილებლად გავსინჯავთ და ჩვენ შეფასებასაც გეტყვით, თუმცა მე ბევრჯერ მომისმენია, რომ აი თევზმა გემო დაკარგა, ისეთი გემრიელი არ არის, რაღაცა ის არომატებზეც მიდის საუბარი, აი რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აი გემრიელი თევზი გამოვზარდოთ. აი თევზზე რო დავდებთ და გემრიელია. თევზის გემო აი მრავალკომპონენტური არის არ ამ ხრივ, რომ ძირითადად ამას წარმოადგენს საკვები, რა საკვებს მიიღებს თევზი, რამდენად ხარისხიან საკვებს და სწორ საკვებს მიიღებს, ეს არის გემოსთვის უმთავრესი. შემდეგ არის ტემპერატურა. თითქმის ყველა კომპონენტს ვითვალისწინებთ თევზის დისას. წყალი, როგორი სუფთა წყალში იზრდება. არის ხშირად რომ თუ წყალი გაუსუფთავებელია, წყალი არის დაბინძურებული, ხავსიანი და ამღვრეული. არის შემდეგ შესაძლოა თევზმა ერთგვარი ჭაობის გემოც მიიღოს რა. ეგ მინახია სხვათა შორის. ხშირად შეხვდებით ამას. პატარა აუზებში მე ხშირად დავდივარ ხოლმე, თქვა თევზს ყიდულობ ძიედ, თევზაობა არ მიყვარს. ჭამა უფრო მიყვარს. შენ როგორ ხარ? თევზაობა გიყვარს? მოთევზავია. მეც ჭამის თემა. ხო და ანუ ხშირად მინახია ეს ხავსი რა. და როცა წვიმს თუ შემდინარი წყალია მდინარიდან, ძალიან იმღრევა ეს წყალი. აი მან ამოყვანილი თევზი ხოლმე რაღაცნაირი არ მომწონს ხოლმე გემო რა. ანუ მე მგონი განაპირობებს, ხო? განაპირობებს და ზოგადად ხავსი როგორც ასეთი ძალიან ბუნებრივი ის არის, მცენარე არის, რომელიც საშიშროებას ნამდვილად არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ეს არის ხშირად ზაფხულში, ტემპერატურა თუ ცხელა
ხო და წყლის ტემპერატურაც შედარებით მაღალია და თუ აუზის სისტემატიური წმენდა არ ხდება, თევზი რა თქმა უნდა თავისებურ გემოს აიღებს და ხშირად შევხვედრილოთ ჩვენ სხვადასხვა მარკეტში შეიძლება იყოს ეს თევზი ნაყიდი თუ ბაზრობაზე ასე ვთქვათ, იყიდით თევზს და რაღაც ერთგვარი ჭაობის გემო მოსდევს. შესაბამისად არ არის დაცული ასეთ მეურნეობებში ჰიგიენის ნორმები და ხავს ჭამს თევზი? კი, რა თქმა უნდა, თვითონ წყალიც იმდენად ბინძურდება ასეთ მომენტში, ხო ამღვრეული წყალი, რომ თევზის არომატები მე გემოს მიღებისას არის თან თუ მდინარეშიც რაღაც ჩამდინარე წყლებიც ხო თქვა და ზოგი კანალიზაციებსაც უშვებს და შეიძლება მოხვდეს ხო? კი, რა და ეხლა ზღვაშიც კი შეიძლება რომ ისეთი გემო აიღოს თევზმა, რომ საკვები შეადგენს თვითღირებულების მნიშვნელოვან ნაწილს. დაახლოებით რა პროცენტია ეს? პატარა მეურნეობებისგან ხშირად მესმის, რომ გაგვეზარდა საკვების ფასზე აქვს პრობლემა, სულ იზრდება ეს საკვების ფასი და შესაბამისად მომგებიანობაც უმცირდება. თქვენ როგორ უმკლავდებით მაგას და რა პროცენტული მაჩვენებელია მიახლოებით რომ ვთქვათ? ძირითადად საკალმახე მეურნეობის შემთხვევაში საკვები არ არის ერთადერთი ხარჯის გამზრდელი ამბავი, იმიტომ რომ ევროპულისგან განსხვავებით ბევრად მეტ მუშახელს ვიყენებთ, რაც ტექნოლოგიების ნაკლებობაზე მიანიშნებს. შესაბამისად საკვებთან ერთად არის იქ მუშახელის ხელფასი, რომელიც ჩვენს შემთხვევაში საკმაოდ ადეკვატური და კარგია. ელექტროენერგია არის უდიდესი ხარჯი, იმიტომ რომ როდესაც რას სისტემაზე და ერთგვარ რასაც ევროპულ სისტემას რასაც ვეძახით ამ ცირკულაციის სისტემებს, ელექტროენერგიის ხარჯი არის 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო მეტი ვიდრე ტრადიციულ მეურნეობებში. შესაბამისად, გაზრდილ თევზზე თუ საუბრობთ, რა არის მისი თვითღირებულებაში რას რა წილი უკავია, საკვებს თუ მივცემთ, მივანიჭებთ 30-35%, ამასთან ერთად ერთი ამდენი არის ელექტროენერგიის ხარჯი ჩვენ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ რაღაც ერთგვარად ვერ ვიტყვით, რომ საკვებია ძირითადი ხარჯი. საკვებთან ერთად არის ელექტროენერგია, ხელფასები, მუშახელის და ასე შემდეგ. მე რაც მაქვს ინფორმაცია, ამბობენ რომ 70%-ამდე ადის საკვების ხარჯიო. ეგ რამდენად მართალია? ალბათ მართალია, იმიტომ რომ ელექტროენერგიის ხარჯი ტრადიციულ მეურნეობაში საკმაოდ დაბალია. ვინაიდან ნაკლები ტექნოლოგია გამოიყენება, ნაკლები ფილტრი გამოიყენება, ნაკლები კომპრესორები გამოიყენება ჟანგბადის მისცემად და შესაბამისად ძირითადი ხარჯი ამ შემთხვევაში მოდის უკვე საკვებზე. მაგრამ მაგ შემთხვევაში ხო გამოსავლიანობაც დაბალია ასეთი ტიპის მეურნეობებში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ელექტროენერგიის ხარჯთან ერთად იმატებს წარმოების რაოდენობას და წარმადობას პროექტის და კონკრეტული მეურნეობის. ანუ მეგობრებო, ესე იგი საბოლოო ჯამში ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია და ის უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვათ თუ გამოვიყენებთ იმ მეთოდებს, ავტომატიზაციას, თანამედროვე ტექნოლოგიებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ნუ დაახლოებით 20-30% გამოგვდის საკვების ხარჯი. რაც ნუ არ არის ის 70%, რაც შეიძლება თქვათ არაკონტროლირებად მეურნეობებში არსებობდეს. ესე იგი ახალი საწარმო გამოუშვებს სხვადასხვა თევზის პროდუქტებს, როგორიც არის ხიზილალა, წითელი შავი ხიზილალა, ორნაირი სახის ხიზილალა. მაგათ შორის რა სხვაობა? შავი ხიზილალა არის ზუთხისგან მიღებული. ზუთხისგან რომ მივიღოთ შავი ხიზილალა, ნუ რა თქმა უნდა დამოკიდებულია სახეობაზე, მაგრამ საშუალოდ 10 წელი გჭირდება. ანუ 10 წელი ჭირდება რომ საშუალოდ 10 წელი ჭირდება რომ ზუთხი მიიყვანო იმ კონდიციამდე რომ მოქცეს შავი ხიზილალა და ეს განაპირობებს ფასს შავი ხიზილალას. მაგიტო ღირ ძვირი. ანუ 8 წელი რომ ელოდები რაღაცას რომ მოსავალი მიიღო, თუნდაც ხერო დარგო, ხო? აი ვაშს რომ დარგავ ხოლმე, ალბათ მე-5 წლიდან, მე-4 წლიდან გაძლევს 50%-ს ხმოვიარობის რა. ესე არის ზუთხის შემთხვევაში უფრო დიდი პერიოდი ყოფილა. აი ჩვენს შემთხვევაში მაგალითად 2010 წლის სადედე ჯგუნდი ყავს, ჩვენან რომელიც უკვე 15 წლის არის. ჩვენ საწარმოში ესე იგი შავი და წითელი ხიზილალის გარდა გვაქვს კონსერვები, სხვადასხვა სახის თევზის კონსერვები, პაშტეტები და ასე შემდეგ. დღეს საქართველოში რომელია ძირითადი გაყიდვის არხი? თქვენ როგორც ვიცი, ადგილზეც გაქვთ მაღაზიას, რომელსაც ვნახავთ, მაგრამ ძირითადი ბაზარი რომელია? ჩვენს შემთხვევაში, აი ყველაზე საინტერესო რაც არის ჩვენ კონცეფციაში და ჩვენ ბიზნეს მოდელში არის ის, რომ ჩვენთან ჩვენი თევზის რეალიზაცია ხდება მხოლოდ ადგილზე. ჩვენს თევზს ვერ შეხვდებით ვერსაც სხვა ბაზრობაზე, ვერსაც საცალო გამყიდველებთან და ვერცერთ მაღაზიაში ჩვენს პროდუქციას. გარდა, ნუ რაღაც მეურნეობისა, რომელიც ჩვენს გარდა საქართველოში რა თქმა უნდა არსებობს მრავალი, ჩვენთან შეხვდებით ადგილზე სარესტორნო კონცეფციას, ანუ გასტროსივრცეებს, გარდა ამისა მაღაზიას და ცალკე კიდე ნედლი თევზის სარეალიზაციო პუნქტს. ჩვენი ლოიალური კლიენტები ჩვენი კი იმდენად ლოიალური კლიენტები ხავს, რომ რაღაც ძალიან ის არის. ო ეგ მიუთითებს იმაზე, რომ სტაბილური ხარისხი უნდა და ანუ ლოიალური კლიენტი რატო უნდა გავხდე, ხო? თქვათ მოვედი, შევიძინე, მომეწონა, ვერსად ვერ ნახე ანალოგი, ან თუ ნახე ხელმიუწვდომელია და დავბრუნდი. ეგ არის ყველაზე რთული ნებისმიერი კომპანიისთვის, ამეთანხმებით ალბათ, რომ შეინარჩუნო მუდმივი ლოიალური კლიენტი, რა. საშუალოდ წელიწადში ჩვენ გვსტუმრობს 100-დან 120,000 სტუმრამდე, რაც ნუ აი საქართველოს და ჩვენი ბაზრისთვის საკმაოდ დიდი ციფრებია. 80-90% რესტორანშიც სტუმრები თბილისიდან სპეციალურად რომ თევზის საჭმელად და რაღაც დასავლეთიდან ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, ხშირად კი არა, სტაბილურად ყავს ბათუმიდან მაგალითად
მომხმარებლები და გამომიგზავნეთ ხიზილა და ესეთი რაღაცა რომელთან რაღაც შებოლილი თქვენი თევზი, ნედლი თევზი და რაღაც ეს არის სწორედ რომ ხარისხი და რაღაც სწორი ურთიერთობა. ნუ იქ ზღვის თევზი მობეზრებთან განაპირობებს. ამას რა ქვია? ამას ქვია ბობი. ბობი, აი ბობის უყვარს თევზი რა, როგორი გასუქებულია. ხო, ნუ ეს განაპირობებს უკვე ლოიალურ კლიენტს რა. მოკლედ ლინკს ჩავაგდებთ აღწერაში, ლოკაციას და შეგიძლიათ მობრძანდეთ ადგილზე და ან თუ თქვათ შეკვეთა გინდათ და არეკვა გინდათ წინასწარ სერვისის თბილისში არსებობს. კი ბატონო. სათალის, ხიზილალის და ნედლი თევზის. ეს პროექტი ჩვენ შემთხვევაში არის ერთგვარი პირველი ის იყო ჩვენი რა გამოწვევა 2022 წელს. ჩავედით გერმანიაში ჩვენს მეგობრებთან თხოვნით რომ გვჭირდებოდა პროექტ მენეჯერი კომპანია, რომელიც ჩვენთან ერთად შექმნიდა საქართველოში ერთ-ერთ პირველს, ნუ მე რაც ვიცი პირველ პროექტს, რომელიც იქნებოდა რეცირკულაციის აკვაკულტურის სისტემა. RAS სისტემა. შემოკლებით ასე ეძახიან და რას აკეთებს ეს სისტემა? და ესე იგი რა ხდება? ტრადიციული სისტემებისგან განსხვავებით, ასეთ მეურნეობაში ხდება წყლის ორჯერ დაბრუნება უკან. ეგ რას ნიშნავს ორჯერ დაბრუნება? ანუ რა დროში უნდა მოხდეს? ხო, ეგ უკვე დამოკიდებულია კონკრეტულ სისტემაზე. ხშირად ხდება მაგალითად 2 საათში ერთხელ, 3 საათში ერთხელ წყლის სვლა. ანუ სრულად უნდა შეიცვალოს სრულად იცვლება წყალი, კი. ჩვენ შემთხვევაში ამ ზოგადად RAS სისტემებში ხშირად აუცილებელია რომ წყალი მოდიოდეს ჭიდან, ანუ ეს იყოს მტკნარი ჭაბურღილის წყალი, რომლის შემთხვევაში უკვე დამოკიდებული აღარ გარემო ფაქტორებზე მეტად კონტროლირებადია და იცი რომ არანაირი საფრთხე თევზს არ ემუქრება წყლის მხრივ. ანუ ეს ეხა ჭის წყალია? ეს ეხა არის ჭის წყალზე. და კონკრეტულად ეს პროექტი არის ჭის წყალზე მომუშავე პროექტი. სადაც ჩვენი ორაგული კალმახი იზრდება, ამ პროექტში იზრდება ჩვენ. ანუ აქ წვიმის არ გეშინია, არაფრის არ გეშინია, აკონტროლებ ყველაფერს. ნაკლები ხავსიანობა გადაფარებული სისტემიდან გამომდინარე და შესაბამისად მეტი კონტროლი. ჭის წყლის ტემპერატურა როგორია? ანუ ეს ტემპერატურა უჭირავს თუ ეგეც განსხვავდება? ზამთრის და ზაფხულის პირობებში იკლებს და იმატებს წყლის ტემპერატურა, თუმცა კალმახისთვის და ორაგულისთვის საკმაოდ მისაღები ტემპერატურებია. რამდენ მეტრზე გაქვს ჭაბურღილი? 8 ან 9 რა, დაახლოებით 100 მეტრზე არის წყალი ამოსული. ელექტროენერგიის ხარჯები მკვეთრად იზრდება. ისე მზის ბატარეები ხო არ გიფიქრია აქ რომ შესაძლებელი იყო და მაგალითად მიდის ფიქრი რა. ბიზნეს მოდელისთვის, ზოგადად ხარისხისთვისაც რა თქმა უნდა, რა სისტემა ყოველთვის ჯობნის ტრადიციულს და ამიტომაა რომ უკვე განსაკუთრებით დანია, ნორვეგია და სკანდინავიური ქვეყნები არის ერთგვარი მექა რა სისტემების. და იმიტომ რომ უკვე 90-იანი, 80-იანი წლებიდან მათ დაიწყეს ამ ტექნოლოგიების დანერგვა და დღეს არიან აი საერთოდ სხვა ლეველზე არიან და სხვა ეტაპზე რა. ხო და ჩვენი ინსპირაციაც ეს იყო რომ მაგიტო ჩავედით დანიაში, როცა ამის გაკეთება გვინდოდა რომ გვესწავლა საუკეთესოს რა. თუ ტრადიციულ მეურნეობაში კუბომეტრ წყალში შეგვიძლია გავზარდოთ 12-13 კილოგრამი თევზი, რა სისტემაში იზრდება დაახლოებით 50 კილოგრამი ყველაზე მარტივ რა სისტემაში ესე რომ ვთქვათ. ანუ იმიტომ რომ წყლის ცვლა არის შესაბამისი. უკეთესია, ხდება ჟანგბადით გამდიდრება. ზოგადად ჩვენი შემთხვევაში ეს კონკრეტული მოდელი არის semi-RAS სისტემა, ნახევრად RAS სისტემა, full RAS სისტემა არ არის. სხვადასხვა გზით, რა თქმა უნდა, ბევრნაირი არსებობს, ხდება ჟანგბადის, მეტი ჟანგბადის მიწოდება, რაც განაპირობებს კუბმეტრ წყალში მეტი თევზის წარმოებას. ეს შეიძლება იყოს თხევადი ჟანგბადი, შეიძლება იყოს კომპრესორების საშუალებით ჟანგბადის მიცემა, airlift-ები, ანუ airlift-ის ფუნქცია რა არის, რომ წყალს ხაჭავს სიმაღლეზე, შემდეგ ხდება წყლის დახეთქება და წარმოიშობა მეტი ჟანგბადი, რაც განაპირობებს მეტ წარმოებას. კი ბატონო. რა სისტემაში ფულის ინვესტირება და ამისი მერე საბოლოო ჯამში გამოსავლიანობა თუ ამართლებს ამ ინვესტიციას. ნუ იმ ფინანსური პარამეტრებით რო დავთვალოთ რა. ზოგადად ჩვენ როცა პირველი პროექტი გავაკეთეთ, რაღაც შეცდომები იყო ბიზნესის მხრივ, იმიტომ რომ მეტი ელექტროენერგია გადიოდა და ასე შემდეგ. თუმცა ნელ-ნელა ჩვენ ვსწავლობთ რა სისტემის სპეციფიკას, ესადო რაც შეიძლება ნაკრები ელექტროენერგია დახარჯო, იმიტომ რომ ხარჯი ელექტროენერგიის და ფასიც არც ისე დაბალია. ევროპასთან შედარებით სხვათა შორის საქართველოში პლუსია რომ დაბალი ფასი გვაქვს ელექტროენერგიის მიუხედავად ამისა, მაგრამ მაინც ხარჯს მკვეთრად ზრდის რა, ეგ არის. მაგრამ გამოსავლიანობა გეზრდება. გამოსავლიანობა იზრდება, რა თქმა უნდა და ხშირად ერთგვარი ტესტირებასავით ჩაგვიტარებია, რომ გემოს ამბავში რა, აქეთ გაზრდილი და მერე თქვათ ტრადიციულ მეურნეობაში დაზრდილი. დამიჯერეთ, აი ცისარტყელა ორაგულისებრთა კალმახის შემთხვევაში ბევრად ჯობნის ეს რა. გემოს დავაგემოვნებთ უკვე გემოს ყველაფერს რესტორანში და მობრძანეთ. მოდით. ოქროს თევზებით უყავთ, რომლებიც სრულებს ასრულებენ. ოქროს თევზი ჩვენ შემთხვევაში არის შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელსაც აიღებ და 1.5%-ში უფასო ფული მოდის რა. ისე შეროეძებო შეიძლება ნახო აქ. და ცურვა თუ შეიძლება და ცოტნე საინტერესოა, იმიტომ რომ აი ისინი არის. მოდი გადაგაგდე. ცურვა არღის. ცივა. დავაგემოვნოთ თევზი? დავაგემოვნოთ, აბა. რამდენი კილოა, რამდენი ეს წლისა? იქნება დაახლოებით, ხა რა გვიწონია ამ წუთას, მაგრამ ეს
იქნება და 20 კილოგრამამდეა. 16-17 წლის არის საშუალოდ ასეთი ზომის ზუთხი. ეს არის სადედე გუნდიდან ჩვენი, ანუ ამქიდან მივიღებთ ჩვენ ხიზილალას, მაგრამ საინტერესო რა არის, რომ ხიზილალის მიღება ორი სახით ხდება, არის გაჭრის წესი, როცა ვჭრით და ვკლავთ თევზს და არის მოწველის წესი. გაჭრის წესით ბევრად ძვირიღის ხიზილა და დღეს ჩვენ გავჭრით ამ თევზს. წავიყვანთ ეხლა ცეხში, ბიოფსია, ეხოსკოპია და მერე უკვე გამოღების პროცესი ხიზილალის თევზის. ეგრეთი მარტივი არ არის, მეგობრებო. 16 წელი უნდა გაზარდო, გამოყვებო, გაჭრა, ხიზილალა გამოიღო და ძვირი სიამოვნებაა, მოკლედ რო ვთქვა. წავედით ცეხში. ეხლა ვართ ჩვენს ხიზილალის ქარხანაში და იქამდე სანამ გადავალთ უშუალოდ ხიზილალის მიღებაზე, აუცილებელია დავარწმუნდეთ, რამდენად შესაბამისია თევზის მომწიფების სტადია მის გასაჭრელად ან ხიზილალის მისაღებად. ორი ხერხი არსებობს, ერთი არის ეხოსკოპია, ულტრასონოგრაფია ზუთხის და ასევე მეორე ხერხი არის ბიოფსიის გზით შემოწმება ხიზილალის ან კვერცხის ხარისხის. ეს ორივეს გავაკეთებთ საჩვენებლად. შესაბამისად მივხვდებით, ვიდეოშიც განახებთ, არის თუ არა უკვე ზუთხი მზად ხიზილალის მისაღებად, ხიზილალის გამოსახებად და რა და როგორ იქნება ყველაფერს ნახავთ დღეს მოკლედ. ანუ იგივე სტილია, რაც აი ორსულებს რო უკეთებენ ეხოს. ხო, თან ამასაც სჭირდება სითხე რა, სპეციალური ამასაც რო გამოსახულება მოგვცეს ზემოთ. მოკლედ ეხლა ზუთხი შემოიყვანენ, დაწვევა ჩვენი ზუთხი და გადავატარებ და გავიგებთ რა ეტაპზეა ზმოს. თვითონ არ დაწვევა, ხო ზუთხი? ნუ ეხლა თვითონ დავაწვე. მაგრამ ჩვენი ზუთხი უკვე ისია შეგუებული ამბავ, ისე ხშირად კეთდება, თავი წამოწვება ხოლმე რომ. სიამოვნებს ესე ეხოსკოპი. მოკლედ, ეს არის ჩვენი მეორე პაციენტი. მოკლედ, აი შავს. როდესაც ქვევით ამ სიშავეს იკეთებს უკვე მომწიფებულია შედარებით. ეს კონკრეტული არის მეოთხე სტადია უკვე, მაგრამ მეოთხე სტადიაში უკვე ორი მდგომარეობა. ერთი არის სრული მეოთხე სტადია და არასრული. ამ შემთხვევაში ნელია დარწმუნდა ეხოსკოპიით, ამიტომ ჯობია მას ბიოფსიას გავუკეთოთ. აღნიშნულზე მე მაინც მგონია რომ ჯობია გაზაფხულამდე დაველოდოთ. იმიტომ რომ არ არის სრულად მეოთხე სტადია. სრული მეოთხე სტადია არის მესამე, მეოთხე არასრული მომწიფების სტადია. არანაირი ინფექცია ზუთხმა არ აიღოს. გავუკეთოთ ბიოფსია და ვნახოთ ახლა როგორ იქნება სიტუაცია. ну რა თქმა უნდა მე მგონია რომ ეხოსკოპიიდან ჩანს რომ უკვე ეხოსკოპია ამაზე აჩვენებს რომ ეს არის მეოთხე სრული სტადია. ანუ ამას ხიზილალა აქვს. ქვევით გაშავებული ზემოთ ხიზილალა. ხიზილალას მე ძირითადად რას ვაკეთებ? აქ არის ხიზილალა. კი, ვაკეთებთ გაზომვას, როდესაც 2.5 მმ-ზე მეტი ეხოსკოპიიდანვე იზომება, როცა 2.5 მმ-ზე მეტია უკვე გამოღების შესაძლებლობა არის. უმჯობესია იყოს 3 მმ-დან, რა, ერთი ფურთულის დიამეტრი. ანუ ხიზილალის ბურთულები ჩანს აქაც. ანუ ამის დიაგნოზი რა გვაქვს ახლა? ეს არის მეოთხე სრული სტადია. შესაბამისად, აქედან შეგვიძლია ორი გზით ხიზილალის მიღება, ერთი არის მოწველის გზით, ანუ ცოცხლად თევზი გადარჩება და მეორე არის გაჭრის გზით. ფასი უკვე სარეალიზაციოდ გაჭრილის ბევრად ძვირია ვიდრე მოწველის. ის შემთხვევაში ორჯერ ძვირიც არის და დღეს ჩვენ გავჭრით ექსკლუზიურად აგრომენის არხისთვის და ვნახავთ რა როგორ ხდება გაჭრის შემდეგ. ხო და მეგობრებო, გამოიწერეთ არხი, ასეთ რაღაცებს ხშირად ვერ ნახავთ. ფიქრობ, რამე გითხარი? ვა, გამოვიდა ესეთი ხიზილალა. ესე იგი, ეს უკვე გასინჯულია ეხოსკოპიაზე, გასინჯულია ბიოფსიით და ორივე დადასტურება აქვს იმისთვის, რომ გავჭრათ ეს და მივიღოთ შავი ხიზილალა აქ. არა, ჯერ ავწონოთ. ავწონოთ. 13,200. მოკლედ ეხა გავაკეთოთ, გამოვყაროთ ხიზილალა. აბა როგორია? ასება. ისა. მოკლედ ჩვენ მივიღეთ ახლა ზუთხის ხიზილალა, აბა ვნახოთ რამდენი გამოვა. მოდი. მეგობრებო, გამოვიდა 2 და 850. ვიდეოსთვის რო ვთქვათ, ეს ახლა რასაც ვაკეთებთ, ეს არ არის ტიპური ინდუსტრიული საწარმოო პროცესი, საჩვენებელი ის. ეხლა ამან რა პროცესი უნდა გაიაროს, უნდა გაირეცხოს. ეხლა ამის მაგალითი პირველ რიგში არის გახეხვა და ამის შემდეგ უკვე ყველანაირი ცხიმი, იმიტომ რომ ზუთხს თავისებური ცხიმი აქვს, რაც ხიზილალაზეც გადადის, ეცლება, იხეხება, რჩება სუფთა ხიზილალა და ვიგებთ რა წონაა. დანაკარგი არის დაახლოებით 10-15 კილოგრამი. ხდება გარეცხვა ამის, ცივწყალში გარეცხვა ხდება, მაგრამ ორნაირი გზა არსებობს. იმ შემთხვევაში თუ გამოწველის გზით მივიღებთ, უნდა მოუხარშოთ შავი ხიზილალა, მაგრამ გაჭრის გზით მოხარშვა არ ხდება ხიზილალა. ცხოვრობთ გარეცხვა და შემდეგ დაფასუება ამის ამბებში. ეხლა გადავინახოთ მაღაზიაში. კი. და მე ნახოთ შეფუთული როგორია ეს. გავაგებოვნებთ ამ ყველაფერს, შეფუთულსაც განახებთ და ვიდეოს ბოლოში კიდევ დაელოდეთ, გელოდებათ სიურპრიზი, ვისაც ხიზილალა გიყვართ და ამას კეთვით. შევდივართ ხა მაღაზიაში, ხო? ჩვენს მარკეტში.
კი ბატონო. ძირითადად ჩვენ მარკეტს წარმოადგენს ადგილობრივი ჩვენი ნაწარმი. უთნაირი სათალი არის, შებოლის არის, სიონგის სათალი, სუთხის სათალი, ესკოლა არის, ცივაჩებოლის გენერალი არის, ორაგული, სხვადასხვანაირი ასორტები, ცივაჩებოლის კუმბრია და ასე შემდეგ რა. არის ასევე ჩვენი შავი ხიზილალა, წითელი ხიზილალა, შებოლილი ხიზილალა, ორაგული ნელმარილში, ძალიან ბევრნაირი სხვადასხვა გამზადებული დაკვებით, რომელიც შეუძლია მომხმარებელს მოვიდეს, კონტეინერში ამოიღოს, წაიღოს. ასევე არის ქაშაყი მარინადში, სხვადასხვანაირი კონსერვები, პაშტეტები, თევზს რაც შეეხება თითქმის და ყველაფერი. ფასებიც განსხვავებულია, თქვა თბილისთან შედარებით, შეღავათიანი ფასებია. კი, რა თქმა უნდა. ამას გარდა გვაქვს ასევე იმპორტული, გამოფენაზე ვართ ხანსად და ვცდილობთ რომ საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასად მივაწოდოთ მომხმარებლებს. ჩვენი წარმოების კატლეტები გვაქვს, ნაგეტსები ორაგულის, ჩვენი წარმოებაა ყველაფერი, ორაგულის ქაბაბი, ესეც ჩვენია რა თქმა უნდა და სხვადასხვა ტიპის იმპორტული სახის კრევეტები. თქვენი წარმოებიდან აი ყველაზე გაყიდვადი რომელი პროდუქტია? ხიზილალა რა თქმა უნდა. სათალიც ძალიან პოპულარული ხდება უკვე. არის მრავალი სახის, როგორც გითხარით, უკვე არის ზუთხის სათალი, უგემრიელესია, ესკოლარის სათალი, ცივაჩებოლილი სათალი არის, ორაგული არის ცივი და ძალიან მაგარია რა, ლუბთანაც ისეს ყველაფერთან მაგარი მისართმევი რამე. ნიკა, რა მაინტერესებს, იცი? ანუ ამას წინათ იყო ძალიან დიდი აჟიოტაჟი ამ თევზის შეღებვასთან დაკავშირებით. რამე საკვებში ურევენ თუ რამე სპეციალური საღებავი დღებავენ? როგორც ასეთი საღებავით ყველაფრის შეღებვა შესაძლებელი. საკვების საღებავი ყველგან არსებობს და ყველა შეუძლია რაღაცის შეღება, მაგრამ ჩვენთან და ჩვენს გარშემო ვინც ვიცით წარმოებლები არ არსებულა, არ დაფიქსირებულა მაგის შემთხვევა, რომ რაიმე სახის საღებავი ან ხიზილალაში ან თევზში ყოფილიყოს. მაგ დღეებშიც როცა ეს ამბავი იყო, შემოვიდა, შემოწმება ჩაატარა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 4 ჯერ ზუსტად. ერთ კვირაში 4 ჯერ მოხდა შემოწმების ჩატარება და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირდა. არც საწარმოო პროცესში, როგორც მე განაცხადა სურსათის სააგენტომ 180 ოპერატორიდან 9 დაჯარიმდა და დაიხურა რამდენიმე კიდეც. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენთანაც ყველანაირი შემოწმება რეგულარულად ტარდება ყოველთვიურად, თვეში რამდენჯერმეც. ეს იქნება წყლის შემოწმება გარემოს დაცვის მხრიდან თუ სურსათის მხრიდან ხარისხის შემოწმება, საკვების შემოწმება და ასე შემდეგ და ყველაფერი არის მწყობში. ჩვენი მომხმარებელი ყოველთვის დარწმუნებულია იმაში, რომ ყველაფერი ხდება საუკეთესოდ და ჯანსაღად. რაღაც კითხვებს დაგისვავ რა. და უში რაზეა საუბარი? ცოტნე არის ცნობილი მეთევზე. ცოტნე ихტიოლოგია რა არის? თევზოლოგია. არა. ადამიანი, რომელიც თევზები სწავლობს. შენ რომელი თევზი გევასება ყველაზე მეტად? საჭმელა. აი დასაჭერათაც რა. კალმახი ალბათ. და რომელია თევზების მეფეთა მეფე? ნუ ზუთხია. დედოფალი? კაკრას აი კალმახი. კალმახი. კალმახი არის მეფე? მიყოს დედოფალი, დედალი კალმახი. ჯითუჯი არის მეფე, კი. თევზების მეფე არის ჯითუჯი. ჯითუჯია მეფე. და ერთ დღეს რომ გაქრეს ყველა თევზი რა მოხდება შენი აზრით? რა მოხდება დაერხევა ეკოლოგიას, ბუნებას, გარემოს და ხალხს ვისაც თევზი უყვარს და ქელეხებს. ჩემს საფერი არ შეიცვლება, დიდად არ მიყვარს. სათევზაოდ ვეღარ წავლა. კილოგრამ ნახევრიანი თევზი კალმახი რო ავი, რამდენი ცალქვირით ყრის? აი ყველა ისეთი ძალიან ცნობილი ინფორმაცია. დაახლოებით 700, არა 800, არა მეტი 500, ნაკლები 2500. მოდი იყოს 1500. 1500-დან 3000-მდე. შევა ვიცოდი რა მაინც აბა იხტიოლოგია რამდენ მაიცოდით დაგვიწერეთ კომენტარებში ცოტნე უფრო გათვითცნობიერებულია ამ საქმეში. ოქროს თევზი რო დაიჭირო დაუშვათ რა. ეხლა თან ისეთი ოქროს თევზი რა, ერთ სურვილს ასრულებს მარტო რა, სამზე ვერ უკაჩავს. აი რა სურვილს შეასრულებინები. ქართული YouTube-ის მონეტიზაციას გავხდიდი ისეც, როგორიც არის ამერიკაში. ნახე, ყველაზე ვზრუნა მე მარტო ჩემ თავზე არა, ხედავ. ამიტომ გამოიწერეთ არხი მეგობრებო, რომ გუნდიშამ შეძლოს ეს ყველაფერი. ანუ განვავითაროთ ოქროს თევზი თუ YouTube. ყავთ ვინმეს, მითხარით, მე ჩავუთქვავ. ოქროსი არ ვიცი, მაგრამ ცისარტყელა კალმახს გაგასიჭე. იქაც ცადე ჩაუთქვი და ნახოთ თუ აგისრულდება. თუ ხიარული ულევილუდი, თუ სერიოზული სიკეთე ჩვენ სამშობლოს და როგორც იქნა მოდი ნორმალური მეორე ადეკვატური პასუხზე სიკეთე. დავრჩეთ, რომ სიკეთე ჩვენ კი სამშობლოს. ბატონო და როგორც იქნა დავაგებული იყოს ყველაფერი ჩვენ ქვეყანაში. გაიხარე. ან ეხა ისეთ ადგილას ვართ, ახლოს ვართ ძალიან ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ვინც არის ზღორში ვართ, ცხინვალთან ძალიან ახლოს და აერთიანებული, გაძლიერებული საქართველო. მე მგონი რომ ნაჭამი არ მაქვს. არ გაქვს ნაჭამი ცისარტყელა? და ექსკლუზივი მეგობრებო, დღეს გუნდიშა შეჭამს კალმახს. კარტოფილთან ოჭამი, მოხარშულ კარტოფილთან რომელი თევზს ჭამი? ქაშაკს? აი, ხო, აი ეგ მევასება რა. გაიხარე, მადლობა და შენგენაც ვალ. არხი გამოიწერეთ, ვიდეო და ალაიქეთ. ხო და მეც მაგას არ ვამბობ, რა ძიხარ, ხო ეხა სადაც ძიხარ, უყურებ, ერთობი, მიარტყი ღილაკს რა უნდა ერთი მიარტყი და ნახე ეგრევე თემს ვიჭერ, როგორც კი ლაიქს აჭერ, ნახე? აი ძამეს ვიგებ აქ სწორი პასუხებზე. არაფერს არ იგებ. მერე ბოლოს დაგალებული. მადლობა გენეც. იხარეთ და იბედნიერეთ. წავედით ეხა წარმატებები რესტორანში. თქვენ არხს. მოდი გიორგი, წავედი.
ოქტოპუსი. ამაზად გამოიყურება და დადა სად მე მაგას არ შემჭა. ბაბა დაგვანახე, დაგვანახე. ანუ შენ ახლა ამას შეჭა? შევჭამ რასვის არა. მე კანიბალიზმია ძმა. მოსკოვზე ვეკითხები. კანიბალიზმია. ესეთ ამბავშია რა. ეს არის ტოპი, ამაზე იქით უკვე ჩვენ ძალიან მაგარია, ძალიან კაი. მეგობრებო. აბა. პირველად სინჯაო მე მგონი შავხიზი. ო. როგორია ბა? ჟიჟად დევასა მაგარია. გუნდიში. რა. აი, ხო? ბიჭო. ხა ამას რო ვიღაცა შეხედავს რა და მშიერი უყურებს ვიდეოს. ორაგულის ხიზილალა უნდა გაგასინჯო რა. მაგაზე გაწყენინე. მოიც. აბა. მოიც კიდე. კაი. აბა გამისინჯე ერთი რა. როგორია? აი. თავიდან გადავიღოთ თუ გინდა. რატო? კიდე გინდა. მეგობრებო, ვისაც გიყვართ ხიზილალა, ამ ვიდეოს კომენტარებში დაწერეთ #ხიზილალა და შემდეგ ვიდეოში გამოვავლენთ 3 გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა გორის თევზის სახლისგან ორაგულის ხიზილალა. 2 გამარჯვებულს. ერთი მე მივაღლა. 3 გამარჯვებულს გადაეცემა ხიზილალა. ეს რამდენი გრამიანია? 200 გრამიანი. რაღაცა რომ წამყვანი. ასე რომ იაქტიურეთ კომენტარებში #ხიზილალა და მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. ინდა TV Shop-ის რეკლამა იყო. არ გაქიზილალა. დააწერე #ხიზილალა მაჩუქე და მოიგე ხიზილალა. თევზის სახლისგან. #ხიზილალა. თევზის სახლისგან. მოაწოდე. რომელსაც დიდი ვადა აქვს და შეგვიძლია შემდეგი წლის ივნისამდე გავათამაშოთ. ამას რო გახსნი მე 5-4-დან. როგორც ვიცი, ოჯახთან ერთად ეს საოჯახო ბიზნესია. ხო, მე 5-6 წელია რაც ამ ამბავში ვარ. და რატო გადაწყვიტე? აი თქვათ, ვიცი რომ სწავლობ, ხო? ბიზნეს ადმინისტრების ფაკულტეტზე. აი რა იყო შენი мотиваცია? ნუ გარდა ოჯახი გასაგებია, მაგრამ ვიცი მე ექიმების ოჯახიც რომ ექიმი არ გამოდის და სულ სხვა სფეროს ირჩევს. ეხლა ბევრი ახალგაზრდა შეიძლება გვიყურებდეს, ან ისეთი ადამიანი, ვინც თქვათ ჯერ ჩამოუყალიბებელია, რა მიმართულებით უნდა წასვლა, არ იცის. გარდა მაგისა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სოფლის მეურნეობის დაინტერესება ახალგაზრდების საქართველოს სამწუხაროდ ძალიან დაბალ დონეზე გვაქვს რა, ანუ ბევრი ახალგაზრდა არ ინტერესდება სოფლის მეურნეობით რაღაც მიზეზების გამო. შენ რატო გადაწყვიტე რომ დახმარებოდი მამას? აი რა იყო შენი მთავარი мотиваცია და რატო მოგწონს ეს სფერო? ჩემთვის პირველ რიგში რა თქმა უნდა ოჯახის მხრიდან იყო ეს ამბავი და მე ახალგაზრდისთვის რა არის ზოგადად ხო რომ ყველა ეძებს პროფიტაბელურ რაღაც საქმიანობას, მომგებიან საქმიანობას და ცდილობს ახალგაზრდა ხსანამ რაღაც ხარეს აირჩევს, საით უნდა განვითარება, ყოველთვის იმას უყურებს, როგორი იქნება შემოსავალი და შემდეგ. სოფლის მეურნეობა და ზოგადად განსაკუთრებით მე ვიტყოდი, რომ თევზის მეურნეობები და ასე შემდეგ არის ძალიან კარგი ბიზნეს მოდელიც რა ამას გარდა. მოსახლეობისთვის სასიკეთო, იმიტომ რომ ადამიანებს აძლევს ჯანსაღ და საუკეთესო პროდუქტს და თითქოს ყოველ ამოსვლაზე თვალს უხარია აქავრობა, რა, იმიტომ რომ რაღაც ახალი იქმნება, რაღაც ახალი ემადება ახალ პროექტებს. აი შენ პირადად აი რამ გიბიძგა, რომ მოდი ხა ამ სფეროში შევდგავ ფეხს და ბოლომდე მივყვე. ჩემთვის მაგალითად თავარი мотиваტორი ის იყო, რომ საქართველოში აკვაკულტურის ბაზარი არის ძალიან დიდი გასავითარებელი, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის სასათვისებელი. ჩემი მიზანია, რომ 5-6 წელიწადში უკვე ჩვენი კომპანია იყოს საქართველოში. ამ წუთას ერთ-ერთი წამყვანია და იყოს ერთპიროვნულად წამყვანი, რომელიც მოხმარებელს მიაწვდის დაბალ ფასად, საუკეთესო ფასად, საუკეთესო ხარისხით. და ამას დღეს ვაკეთებთ ჩვენ, რომ ვცდილობთ საუკეთესო ხარისხი დავიჭიროთ და ასე წელს. და ამ საქმით, ანუ ეგ საქმე გაბედნიერებს ყოველდღიურ რეჟიმში. მართლა ეგრეა. ძალიან საინტერესოა თევზთან მუშაობა რა და განსაკუთრებით ჩემი სპეციალიზაცია ზუთხის ამბავია. ზუთხის ეხოსკოპია იქნება, ეს ბიოპსია იქნება, მერე მიღება. იმიტომ რომ ეს არის რაღაც უსაზღვრო სფეროა გასავითარებლად და აი ყოველ ახალ რაღაც მიღებაზე მე ვსწავლობ. ამაზე მაგარი მართლა არაფერია რა. რა არის ის მთავარი სამი რაღაცა, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო, როცა ამ ბიზნესში ხარ და ისიც ვთქვათ, რა არ უნდა გააკეთო. ის სამი მთავარი რაღაც, რომ ჩამოუყალიბოთ ჩვენს მაყურებელს. პირველი არის სტაბილურობა. შეიძლება შენ ერთ დღეს გაიღვიძო და რაღაც мотиваცია გქონდეს, რომ კარგ ხასიათზე ხარ და მოდი კარგად გავაკეთებს,
საქმეს, მაგრამ მეორე დღეს დილით გაიღვიძებ და არ გქონდეს არაფრის მოტივებს, მაგრამ თემა ეგ არის, რომ სტაბილურად, ყოველდღიურად უნდა ადგე და საქმე გააკეთო. ან დისციპლინა. დისციპლინა ეს. დისციპლინა. მეორე მომხმარებლებთან ურთიერთობა, ხალხთან ურთიერთობა უნდა შეგეძლოს. ყველანაირ პოზიციაზე მაქვს მართლა ნამუშევარი, თუ რამე არსებობს რესტორნიდან დაწყებული, აქეთ გაგრძელებული და ადამიანს როგორ დაანახებ შენს პროდუქტს და როგორ წარუდგენ, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ამიტომ ვინც ჩართული რაღაც თევზის მეურნეობებში და ასე შემდეგ, უნდა იცოდეს ის სამიზნე აუდიტორია, როგორ განაწყოს დადებითად თავისკენ, როგორ მარკეტინგი უნდა იცოდეთ რა, როგორ გაყიდოთ თქვენი პროდუქტი. მესამეს რას სიტყვა? პატიოსნება არის ყველა სფეროში საუკეთესო რამ რა. როდესაც შენ საქმეს პატიოსნად და სუფთად აკეთებ, აუცილებლად მოდის დადებითი შედეგი რა. ხო, პრინციპში ეგ არის და რა არ უნდა გააკეთონ ამ ბიზნესში. ერთს გავეცით პრინციპში, რომ არ უნდა ვიმაიმუნოთ. კიდე ორს რა სიტყოდი, აი შენი გამოცდილებით, რომ აი მე ეს გავაკეთე, დიდი შეცდომა დაუშვი. ხო, პრინციპში შენი შეცდომები რომ გაგვიზიარო, რა არ უნდა გააკეთო და რა შეიძლებოდა სხვანაირად გაგიკეთებინა რა. თავარი ალბათ ვიტყოდი, რაც არ უნდა გააკეთო არის სწორი განათლებისა და სწორი სპეციალისტების გარეშე ამ საქმეში რაღაც ნაბიჯის გადადგმა რა. აი განსაკუთრებით თევზის თემაში ეს აქტუალური და განსახილველი, იმიტომ რომ არ უნდა მიუდგეთ თევზს როგორც უბრალოდ პროდუქტი. ეს არის ცოცხალი არსება, რომელსაც თითოეულს, აი ათასობით თევზი ხო არის ჩვენს მეურნეობაში, თითოეულს რაღაც სიყვარულით ვეპყრობთ და ვცდილობთ, რომ თუ რაღაც დაავადება, თუ რაღაც ისტრესება, არ უნდა დაისტრესოს. აი შემდეგ ყველაფერს მიუდგეთ სწორად. ამიტომ თავარი რაც არ უნდა გააკეთო თევზის მეურნეობაში არის ის, რომ მიუდგე თევზს როგორც დასაყიდ საქონელს. ეს არის და ხოლოდ პროდუქტი. 5-10 წლის თავზე როგორ ხედავ პირველ რიგში შენს თავს, სად იქნები ამ მეურნეობის მომავალს? 5-10 წლის თავზე საუბრობთ ხოლმე ჩვენც ერთმანეთში და ჩემი იდეა ყოველთვის არის ის, რომ საქართველოს გარეთ მსგავსი ბიზნეს კონცეფცია, რომ მეურნეობაში ასეთ დონეზე იყოს გასტროსივრცეს პლუს მარკეტი და ყველაფერი ერთ მეურნეობაში არ არსებობს. ხშირად მოგზაურობთ ისეთი თევზის მოყვარულ ქვეყნებში, როგორიც არის თუნდაც დანია, ნორვეგია, ჰოლანდია, გერმანია, ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან იშვიათია რა. არის რაღაც რა თქმა უნდა სასადილო რაღაც გავსი ის, მაგრამ ჩემი მიზანი არის, რომ საქართველოს გარდა განსაკუთრებით ევროპაში შევქმნათ მეურნეობები, თევზის საწარმო მეურნეობები, თუნდაც რა სისტემა და დავნერგოთ რესტორნების ქსელი ამ მეურნეობებში და მათ შორის ქართული სამზარეულოც იყოს მსგავს რესტორნებში, ძალიან საინტერესო იქნება. მაგარი იდეა. რატომაც არა? ანუ ჩვენ თუ სწორ ცოდნას და გამოცდილებას მივიღებთ ადგილზე, ხო ევროპაში რა ქნეს, ხო? გამოცდილება მიიღეს, ცოდნა შექმნეს ეს ცოდნა და ტექნოლოგია და ამას ავრცელებენ მთელ სოფლიოში და შენ როცა გაქვს შანსი, რომ შენ კი არ იწვალო და ბევრი შეცდომა დაუშვა, ხო? პირდაპირ ეგ ეტაპი გამოტოვო და გადახვიდა, აი როგორც შენ ამბობ, უცხოელები ჩამოყავს, გამოცდილებას ვიღებთ, ახალ ცოდნას ვიღებთ, ანალოგიურად შეგიძლიათ მოკლე გზა აირჩიო და პირდაპირ დანერგო და მერე უკვე ამაზე დააშენო შენი მეურნეობა, განვითარება, ცოდნაც და გამოცდილებაც რა. მადლობა მასპინძლობისთვის. ჩვენი მიზანია განახოთ თანამედროვედ მოაზროვნე ახალგაზრდა ფერმერები, რომელთაც აქვს სწორი ხედვა ბიზნესის განვითარების და რაც ჩვენ დღეს გვჭირდება საქართველოში არის სწორედ ეს, რომ ვიფიქროთ, რომ სოფლის მეურნეობა, ანუ გლეხები კი არ ვართ, ანუ ჩვენ არავის არ ვაკნინებთ, უბრალოდ ეძახით ხოლმე გლეხი ფერმერი რა, ანუ გლეხია, რომელიც მარტო საკუთარ ოჯახისთვის შრომობს, რომ გამოსაკვების შექმნას დოულათი, ფერმერმა უნდა გამოკვებოს ძალიან ბევრი ადამიანი და უნდა იყოს ეს როგორც ბიზნესი და ვისურვოთ მათ შორის, აგერ ახალი წელიც მოდის, დამდეგი მიულოცოთ, ილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს, მრავალს დაესწარით და მექნება ეგეთი სურვილი, რომ ბევრი შენაერი გაიხარეთ, მადლობა. და ახალგაზრდა ადამიანები ჩაერთონ ამ ბიზნესში, რომლებიც ძალიან დიდ ღირებულებას შემატებენ, იგივე ცოდნით, ახალი აზროვნებით, ახალი მიდგომებით და ტექნოლოგიების დანერგით. მადლობა და დროებით. რა საბოლოოდ რა თქმა უნდა ძალიან მაგარი იქნება, რომ საქართველოში ყველა ახალგაზრდა რაღაც თავის მხრივ ჩაერთოს მსგავს ბიზნესებში, იმიტომ რომ ნუ გასაგებია ტექსფერო AI ვითარდება სამყარო ასე შემდეგ, მაგრამ ტრადიციული ბიზნესები AI-ის თევზი რომ მოუნდება AI-ის თევზს შეჭამ. ამიტომ ეს ტრადიციული ბიზნესები უნდა განავითაროთ, გადავიყვანოთ ევროპულ დასავლურ უკეთეს სისტემებზე და ამის შემდეგ დოლარს მიიღებს ქვეყანა, გაიზრდება მშპ, ბედნიერი იქნება ერი და ამაზე მაგარი არაფერია რა. და ყველაზე აი სულ მაგას ვიძახ, სოფლის მეურნეობა ქმნის დოულათს. AI არის ან წურბელა, ეგრეთ წოდებული, რომელიც სხვა სფეროებიდან ქმნის რაღაც სიმდიდრე, ღირებულებას, ხო? სოფლის მეურნეობიდან, მიწიდან, წყლიდან, ბუნებიდან ქმნის შენი ღირებულებას, რაც ადამიანებს ჭირდება. ელემენტარული პირველი, რაც არის საკვები, თორე საკვების გარეშე ვერც ვიარსებებ. ამიტომ ყველა, ანუ ზოგჯერ სოფლის მეურნეობას რო ვახსენებთ ხოლმე, არა ელიტარული სფეროა რა, მაგრამ რეალურად სოფლის მეურნეობა არის სწორედ პირველი ელიტარული სფერო. შენ თუ ვერ შეჭამე ის ბურგერს რო ჭამ, იქ სტეიქს რო ჭამ, იქ კარგი თევზი და ხიზილალა რო გინდა სოფლის მეურნეობა ქმნის.
სამდოულად. ასე რომ გამოიწერეთ არხი, მეტად დავინტერესდეთ ამ სფეროთი და მხარი დაუჭიროთ ისეთ ფერმერებს, როგორც აგერ ნიკა არის და ბევრი კიდე საქართველოში. მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.